EUTOS გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე ცალკე ფორმატით გაიმართა შეხვედრა გახარიას პარტიასთან. გახარიამ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. გიორგი აბაზაძე დეტალებით. რადიკალებმა, რომლებიც მანამდე ფერიდუნ სინირლიოღლუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის ვიზიტს საქართველოში აკრიტიკებდნენ, დღეს უკვე პოზიციები შეიცვალეს. მაგალითად, ლელოში, სადაც EUTOS გენერალური მდივნის ვიზიტს უწოდებდნენ რიგით რუტინულ შეხვედრას, დღეს ბადრი ჯაფარიძე აღარ ეთანხმება კოლეგის ნათქვამს და როგორც თქვა თავად, ამ შეხვედრით არის კმაყოფილი, როგორც აღნიშნა, ეს იყო EUTOS გენერალური მდივნის რეგულარული ვიზიტი რეგიონში. შეურაცხყოფისა და კრიტიკის შემდეგ, რატომ იყო ამ შეხვედრაზე დღეს ნაციონალური მოძრაობა, პარტიის თავმჯდომარეს აქვს ასეთი ახსნა, რომ ისინი იყენებენ ყველა ფორმატს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. კოლეგები დღეს ამ შეხვედრაზე მარტო დატოვა მილია გვარამიას კოალიციამ, მათ კომენტარის გაკეთებაზე თქვეს, რომ მოგვიანებით გააკეთებდნენ კომენტარს, რაც შეეხება გავრცელებულ განცხადებას, ისინი წერენ, რომ არ მოეწონათ ის აქცენტები, რაზეც ისაუბრა EUTOS გენერალურმა მდივანმა ხელისუფლებასთან. ქართულ ოცნებასა და საპარლამენტო ოპოზიციას კი აქვს ერთადერთი ახსნა, რატომ მოვიდა დღეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ შეხვედრაზე, მათ მიიღეს მორიგი დავალება პატრონებისგან, რომლებიც არიან ახლა სრულ ისტორიაში და მათი ერთადერთი მიზანი არის რომ საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველოს არის EUTOS წევრი. EUTOS წარმომადგენლობა რეგულარულად ეწევა რეგიონს, სომხეთს, საქართველოს. ჩვენ კვლავ რჩებით ბუნებრივია იმ აზრზე, რაც გაუზიარეთ, მათ შორის EUTOS გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნა სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. არ ვიცი ხა რამდენად აზრი აქვს ამ რადიკალებთან შეხვედრას, ოპოზიციას ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც EUTOS-ის დასკვნა გავიხსენოთ და გავიხსენოთ ის განცხადებები, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა მას გაუსვა, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. გარედან ეტყვიან, რომ ასე უნდა გააკეთონ, აკეთებენ. როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული გენერალური მდივნის მიმართ და ეხლა ცდილობენ, რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვათ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიცემისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ეხლა არ ივარგებდა, რომ EUTOS გენერალს არ შეხვედროდნენ და ამ დავალების შესასრულებლად ეხლა ცდილობენ, რომ ასეთი შეხვედრა მოაწყონ. არ აინტერესებს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რეალურად ეს ადამიანები მხოლოდ მოწადინებულები არიან, როგორმე შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი. თავიდან როგორც ჩანს არაპირებდა ოპოზიციას შეხვედრას. რომ ოპოზიციას არ გამოუწვია ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს ისე მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი, მაგრამ მე ნახეს ბოლომდე წამგებიანი იყო მათთვის და გარკვეული ნაწილი გამოეყო და გამოხატა მსაუბრობა შეხვედრისათვის. თუმცა მათი ნაწილი მაინც აგრძელებს ჩეულ პოლიტიკას, ბულინგს, შეურაცხყოფას. ოპოზიციამ EUTOS გენერალური მდივანი სხვადასხვა ფორმატში შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და შეხვედრა გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთანაც.